გორში იძულებით გადაადგილებული 500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. ნაწილი ბინას მარტის თვეში მიიღებს, ნაწილი კი ივნისში. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები ათობით წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ნიკა გავლუშვილი დეტალებით. ეს არის ჩემი სამზარეულო და გადაიღეთ რანაირ პირობებში ვცხოვრობ. თუ შეიძლება აქ ადამიან მან ჭურჭელი გარეცხოს, ან სადილი მოამზადოს, ან აი გახედეთ რა მდგომარეობაშია. აგერ ნაძვები ჩანს გარეთ როგორ არის. ეგრეთ წოდებული ტურბაზის დევნილთა დასახლებაში მდებარე ხის კოტეჯში მანანა ქონიაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ საცხოვრებელში გაუსაძლისი პირობებია. მისი თქმით, კოტეჯში უამინდობისას წვიმა ჩადის და არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ქონიაშვილების სახელმწიფოსაგან ახალ საცხოვრებელ ბინას, როგორც თავად ამბობენ, უკვე 20 წელია ელოდებიან. ვართ გაუსაძლის პირობებში. ეს ყველაფერი ადამიანზე ხომ მოქმედებს და ინგრევა ადამიანის ნერვიული სისტემა, რანაირად უნდა ვიყოთ. და არ ვიცი, ახლა გვპირდება დევნილების მინისტრი, რომ 8 მარტისთვის შეიძლება გადაგვიყვანონ რა. მარტისთვის დაგვპირდა, რომ გადაგიყვანთო, სრულდება თებერვლის ბოლოს ის კორპუსის შეკეთება, გარემონტება. მანანა ქონიაშვილს და ეგრეთ წოდებული ტურბაზის დევნილთა დასახლებაში სხვა მცხოვრებლებს დღეს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი შეხვდა. სოზარ სუბარმა იძულებით გადაადგილებულ პირებს პირობა მისცა, რომ ისინი ახალ საცხოვრებელ კორპუსში მარტის თვეში გადავლენ. მინისტრმა დასახლებაში მცხოვრები თინიკაშვილების ოჯახიც მოინახულა. პირველ ჯგუფის ინვალიდები არიან დედა ჩემი და ჩემი ძმა, ესე იგი რომ პირველ სართულზე, ესე იგი გავითვალისწინებთ ყველაფერს, პირველ სართულზე მოგცემთ ბინასა. ძალიან მძიმე პირობებში ვართ, შეგიძლია დაათვალიეროთ, ჩვენი ხის კორპუსები ძირი გავარდნილი აქვს და აი რო გითხრა სიმართლე, არ ვიცი, არ იცხოვრება, წყალი ჩამოდის და თუ კარგი იყო არ გაგვიყვანდნენ ქირით, რა თქმა უნდა. ვართ იმაში რა, სარაიებში. წყალი რო იყინება შვირო სახლში, ისაც სახლია, ფიცრის სახლი არის, აი ეს კორპუსებია, ეს სამი ჩვენი. 26 წელიწადი აქ ცხოვრობთ. მეტი არაფერი, რა პირობები მიბძანდით, დაათვალიერეთ ოთახები და მიხვდებით. ეგრეთ წოდებული ტურბაზის დევნილთა დასახლების მსგავსად დევნილთა მინისტრი იძულებით გადაადგილებულ პირებს ყოფილ სასტუმრო ქართლშიც შეხვდა. სოზარ სუბარმა დევნილებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. პროექტის მიხედვით დევნილთა ის კატეგორია, ვისაც კარგი შემოსავალი და მაღალანაზღაურებადი სამსახური გააჩნია, სახელმწიფოსაგან ფულად შემწეობას ვეღარ მიიღებს. თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება დევნილების მიმართულებით, ჯამში არის დაახლოებით 250 მილიონი. აქედან 70 მილიონი ხმარდება მშენებლობებს, დანარჩენები არის სხვადასხვა ტიპის სოციალური თუ სხვა სახის დახმარებები და ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ამის რეფორმა ისე, რომ ეს ფული წავიდეს მიზნობრივად იმ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება. 2 წლის წინ რო დავინიშნე, მაშინ ვიყავი პირველად და იმის მერე სულ ვერიდებოდი აქ მოსვლას, იმდენად ძიმე პირობებში ცხოვრობენ და პირობა მქონდა ნათქვამი, რომ გაგიყვანთ ყველას და ეს პირობას ვასრულებთ. ზაფხულში უკვე ივნის-ივლისში ამ ადამიანებს ექნება საკუთარი საცხოვრებელი სახლები. 26 წელიწადია სრული ცხოვრობთ ამ პირობებში, რომელსაც ქვია ურთულესი პირობები. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, თქვენ თვითონ ხედავთ აქ რაც არის და რომ შეიხედოთ იმ ფართებში, სადაც დევნილ ოჯახებს ცხოვრება უწევთ, თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად შერბილებულიც კი შეიძლება იყოს როგორც შეფასება. ისე რომ ის რაც დღეს ხდება, ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოლოდინს აქვს ზღვარი და ჩვენ დევნილები უკვე ამ ზღვარზე არიან კარგა ხანია. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან ერთად დევნილ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ. მათ იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რასაც დევნილთა სამინისტრო გორში ახორციელებს. მნიშვნელოვანი ფაქტია რა, ორი აზრი არის, მაგრამ მოსახლეობას აქვს მაინც განცდა, რომ რაღაც უსამართლოდ შეიძლება მოხდეს და სწორედ ამ თემებზე იყო ლაპარაკი, რომ მაქსიმალურად დაცული იქნება ყველას ინტერესი. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში მიიღებენ ყველანი ბინას. სხვათა შორის გორში ესეთი მშენებლობა არ ყოფილა, როგორიც ეს არის. მნიშვნელოვანია დევნილებისთვის ის, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს მათ მიმართ, ბინები, რომლებიც კომბინატის დასახლებაში შენდება და სასიხვალ ძალიან სიამოვნებს, რომ ბინებს მიიღებენ, დასახდებიან, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი ექნება. კომბინატის დასახლებაში გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე დევნილებისთვის ბინების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. ახლა დაშენებულ კორპუსში ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. საცხოვრებელი ფართების დაკმაყოფილების მიზნით განაცხადების შეტანა უკვე დაწყებულია.